2000 წლის განმავლობაში ვატიკანი 14 წიგნს მალავდა თქვენგან. 14 წიგნი, რომელიც არსებობდა მანამდე, სანამ რომი შეეხებოდა ბიბლიას. წიგნები, რომლებიც იძლეოდა განსხვავებულ გზავნილს, განსხვავებულ იესოს და განსხვავებულ ჭეშმარიტებას. 325 წელს ნიკეაში შედგა ნიკეის კრება. 318 ეპისკოპოსი დაждდა და წყვეტდა თუ რომელი წიგნები დარჩებოდა და რომელი დაეწყო. ეს არ იყო ღვთაებრივი განცხადება, ეს იყო პოლიტიკური სტრატეგია. იმპერატორ კონსტანტინეს სჭირდებოდა ერთობა, მას უნდოდა კონტროლი, ხოლო თავისუფალ სულებს ვერ გააკონტროლებდნენ. ამიტომაც მათ ამოიღეს ენოქის წიგნი. რატომ? იმიტომ რომ ენოქი დადიოდა ანგელოზებთან, არა მღვდლების, არა ტაძრების, არამედ საკუთარი ცნობიერების მეშვეობით. წიგნი აღწევს პირდაპირ კომუნიკაციას ღვთაებრივთან. არანაირი შუამავლი, არანაირი ინსტიტუტი, უბრალოდ ადამიანი, რომელმაც ისწავლა ჩვეულებრივი აღთმის ფარდების მიღმა დანახვა. ეთიოპიური ბიბლია შეიცავს 91 წიგნს, თქვენი ბიბლია კი 66. რა დაემართა 15 წიგნს? ისინი არ დაკარგულან, ისინი უბრალოდ ამოიღეს. და ის, რისი გაზიარებაც მე მინდა თქვენთვის, შეარყევს ყველა წმენას, რომელსაც ზურგზე ტვირთებით ატარებთ დღემდე. მე აქ არ ვარ იმიტომ, რომ წმენა გაგინადგუროთ, არამედ იმიტომ, რომ გავანთავისუფლო იგი. მომისმინეთ, მესმის თქვენი ტკივილი. თქვენ ლოცულობთ სიცარიელეში. თქვენ ხსნით წმინდა წერილებს და პოულობთ მხოლოდ დაბნეულობას. თქვენ გეუბნებოდნენ, რომ ეჭვი ცოდვაა, რომ კითხვების დასმა ამბოხია, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, ეჭვები გონების პირველი ნაპერწკალია. გონება, რომელიც არასდროს არ სწამს კითხვებს, ის გონება ვერასდროს ვერ გაიღვიძებს. ამ გზავნის ბოლოს თქვენ გაიგებთ სამ რამეს. პირველი, რომელი წიგნები იქნა ამოღებული და რატომ. მეორე, რას ასწავლიდა იესოს სიამოვნებაში თავის ახლო მიმდევრებს. და მესამე, როგორ შეგიძლია თქვენ ამ სწავლებით დღეს ცხოვრება. მღვდლების გარეშე, რიტუალების გარეშე და სამოთხის მოსვლის მოლოდინის გარეშე. სამეფო არასდროს ყოფილა შორს. უბრალოდ თქვენ დასწავლეს გეცქირად არა იქით, სადაც ის არსებობს, ის თქვენშია. ენოქი გვასწავლის, რომ სამოთხი არ არის ღრუბლებს ზემოთ, ეს არის ცნობიერების განზომილება. როცა გაიღვიძებ, შედიხარ მასში და არა სიკვდილის შემდეგ. არა. დასავლური ეკლესია მას საშიშს უწოდებდა, მისტიკოს, ზედმეტად პირდაპირს. თუ ყველა ადამიანს შეეძლო ანგელოზებთან ერთად სიარული საკუთარი ცნობიერების მეშვეობით, მაშინ ვინ მოიყიდა მუხტ ეპისკოპოსების წინაშე? ამიტომაც მათ ამოიღეს ის, მაგრამ ეთიოპიამ შეინარჩუნა ის. ძლიერ სულს არ სჭირდება ბატონო. ეთიოპია ინახავდა თავისუფლების წიგნებს, რომი კი კონტროლის წიგნებს. ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო დაგეგმილი და 1700 წლის განმავლობაში ეს გეგმა დღემდე მუშაობდა. არც რომელსაც თქვენ უწოდებით იესოს, არ აინტერესებდა რელიგიის შექმნა. ის დაინტერესებული იყო ხალხის გამოღვიძებით. სამეფო თქვენშია. როცა მათ თქვა, რომ ღმერთის სასუფევრები თქვენშია, ეს პოეზია კი არ იყო. იგი გაძლევდა თქვენ გზამკვლევს, მაგრამ დასავლელმა მთარგმნელებმა შეცვალეს ეს. თქვენს ბიბლიაში კი წერია, ღმერთის საუფლო თქვენ შორის არისო. პატარა სიტყვების გადათამაშებაა, მაგრამ აზრების დიდი განსხვავებას იძლევა. თქვენ შორის ნიშნავს ადამიანის გარეთ, ადამიანებს შორის, რომელსაც აკონტროლებს ეკლესია. ხოლო უფალი თქვენშია ნიშნავს თქვენში, შიგნით, თავად თქვენს არსებაში, რომელიც მხოლოდ თქვენთვისაა მისაწვდომი. საქართველოშია ედემი? კი ბატონო. ჩვენ ახლა ედემში ვცხოვრობთ? კი, აჯაჯელობი ჯოჯოხეთი ემარ უნდა გარდაიქმნას. ანუ არის ედემი თუ არ არის? თუ ეს ჯოჯოხეთი უნდა გადაიქცეს ედემად? ედემში ჩვენ ვცხოვრობთ. დიახ. ფიზიკურად, მაგრამ სულიერად დააზრობა ჯაჯელობი ჩვენ ჯოჯოხეთში ვარ. ეს ედემი როგორ დავინახოთ? ეს არის სიკვდილის პერიოდი. ამას უნდა გონების გაბრწყინება. იმას, რასაც ვეძახით ჩვენი ბერის გაბრწყინება, ზიბრეის გაბრწყინება არ მოხდება და ვერ მოხდება თუ ადამიანებს გონება არ გაუბრწყინდებათ. ეს არის სიკვდილის პერიოდი. დღეს, რასაც საქართველოში ვხედავთ, ეს არის ყდომის პერიოდი. დღეს მკვდარია საქართველო. წვანი მეგრული და ქართლილი სანამ ვერ ჭკუაზე არ მოვალთ, სანამ ეს არ მოვიშორებთ ერთმანეთის შურს, ბოღმას და რაღაცას. თქვენ გონიათ რომ მოვიშორებთ? უნდა მოვერიოთ. არა, ამის რეცეპტი სად არის, რომ უნდა მოვერიოთ? ისევ ჩვენში. ეს არა, თქვენც იცით, მეც ვიცი და ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც იგივეს იმეორებს. კი ბატონო. მაგრამ ეს არ ხერხდება. რამე რეცეპტი არსებობს? შეიძლება რომ აუცილებლად. ამის რეცეპტი ერთადერთია. ჩვენ მეცნიერულად კი არ უნდა მივუდგეთ.
ამ საკითხს. აი ეს არის მთავარი. კი მე მეცნიერულად ხსნი ამას ყველაფერს. და ბევრი კიდე თქვენ წინა რესპონდენტები კიდე ვინც იყვნენ მოწვეულები, ხო? მაგრამ ყველაზე ძირითადი ეს არის. ჩვენ დავკარგეთ სიყვარული, ესე იგი დავკარგეთ ღმერთი. ყოველ ინდივიდს თავის გულში, აი აქ სიღრმეში, ღმერთმა ჩაუდო როგორც ატომი პატარა იესო ქრისტე, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად ყურადღებას არ ვაქცევთ. სწორედაც რომ ის რომ დავკარგეთ, იმიტომ ჭირს ყველაფერი ეს. მისი სასწავლები არ იყო ფოკუსები, ისინი ცნობიერების ცვლილების ნიშნები იყვნენ. როცა მან ბრმას აუხილა თვალები, მისთვის ახალი თვალები კი არ მიუწია. მან მისცა მას ახალი ხედვა. ადამიანი ბრმა იყო ცნობიერულად, დამონწყლებული თავისივე გონების ტყვეობაში. და როცა ცნობიერება შეეხო მას, სიბნელე გაიფანტა. ეს არის ნამდვილი სასწაული. თუ მას ჯეროდა რომ ის ერთადერთი ღვთისშვილი იყო, მაშინ არ იცოდა რომ საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც შეძლებთო. იმიტომ რომ მას არ ჰქონდა პრეტენზია გამონაკლისობაზე, ის განახებდათ მაგალითს. ის რაც გახდა იესო, შეგიძლიათ გახდეთ თავად, რასაც ის ხედა და შეგიძლიათ ნახოთ თქვენვე. აი რატომ არ განავრცო რომმა ეთიოპიური ვერსია. ის ანგრევს მთელ ბიზნეს მოდელს. თქვენ არ შეგიძლიათ მივყიდოთ ადამიანების გადარჩენა, რომელთაც ეცოდინებათ, რომ თავად არიან ღვთისმიერები. თქვენ ვერ ააშენებთ იმპერიას თქვენ უჭეშმარიტებაზე, როცა ყოველი ადამიანი ატარებს ამ ჭეშმარიტებას. ამიტომაც მას შეცვალეს გზავნილები. მათ გამოგვიძება შეცვალეს თაყვანისცემით. მისტიკოსის შეცვალეს მესიად, შორეულად და მიუწვდომლად. რომ ვერაზოს გაგებედათ გამხდარიყავით იმის მსგავსი. ეხლა გეტყვით იმას, რაც სულს აგიფორიათებს. ჯოჯოხეთი არ გამოუგონია ღმერთს და არც იესოს. არამედ იმ ადამიანების მიერ, რომელთაც სჭირდებოდათ მასების გაკონტროლება. ნახეთ, როგორ შეცვალეს მათ გზავნილები. იესომ თქვა, რომ თქვენ ხართ სამყაროს ნათელი. მათ კი გითხრეს, რომ თქვენ ხართ ცოდვილი სიბნელეში. იესომ თქვა, რომ ღვთიური სამეფო ახლოსაა. მათ კი დაწერეს, ღვთიურ სამეფოს შეხვდები მხოლოდ სიკვდილის შემდეგ, თუ შენ იქნებიო მორჩილნი. იესომ თქვა, იყავით მშვიდნი და შეიმეცნებთო. მათ კი გითხრეს, დაკავდით რიტუალები და ეზიარეთ მღვდელსო. ყველა სწავლება ადამიანის თავისუფლებისთვის შეცვალეს ადამიანის კონტროლის სწავლებით. რატომ? იმიტომ, რომ სიყვარულს ვერ გააკონტროლებს, მაგრამ შიშის კი შეიძლება. ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისუფლება, არაპროგნოზირებადია, საფრთხეა ხელისუფლებისთვის. მაგრამ იმას, ვისაც ეშინია ჯოჯოხეთისა, გააკეთებს ყველაფერს, რასაც ეთქვია. ის გასცემს თავის დროს, თავის ფულებს, თავის გონებას, თავის შვილებს. შიში გახდა დასავლური ქრისტიანობის საფუძველი და ამ ფუნდამენტზე აშენებდნენ ისინი თავის იმპერიებს. Благодарю тебя, Витязь, за смелость твою. Проси, чего хочешь. Чтобы угодить сердцу, неважно, каков подарок будет, велик или мал. И от нас прими дар. Из каких краев будешь? Из Руси, из Великого Новгорода, сын посадничий Василий Буслаев. Русич? Одной веры мы с тобой. Одного Бога рабы. Коли раба назовешь рабом, он или засмеется, или заплачет. Коли свободного Русича назовешь рабом, он будет сражаться. Не понял тебя, Витязь. Страны у нас разные, но небо над нами одно, и Бог наш един. Мой Бог рабом меня не кличет. იესო, რომელსაც თქვენ დაიძვლის თაყვანი გეცათ, ის იესო არ არის, რომელიც იუდეის უდაბნოში დაიარებოდა. ნამდვილი იესო არ აშენებდა ეკლესიას, ის ანადგურებდა მათ. ის მოვიდა არა მინდევრების შესაქმნელად, არამედ ის მოვიდა გამოღვიძებული არსებების შესაქმნელად. თქვენ არ გჭირდებათ მღვდელი აღსარებისათვის, აღსარება მიეცით საკუთარ გულებს.
თქვენ არ ჭირდება შენობები, რომ ღმერთს მიაგნოთ. გახუჭეთ თვალები, ღმერთი უფრო ახლოსაა, ვიდრე თქვენ საკუთარი სუნთქვა. და გიყვარდეთ შიშის გარეშე, რადგან სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს. თქვენ ვერ შეიყვარებთ თუ გეშინიათ, თქვენ ვერ გახდებით თავისუფლად თუ დამნაშავედ გზნობთ თავს. ეთიოპურმა ბიბლიამ შემონიხა უმთავრესი თქვენი თავისუფლება. იესო ამბობდა, შეწყვიტეთ ცაში ყურება. შეწყვიტეთ ცეცხლოვანი ეტლების ლოდინი. შეწყვიტეთ მღვდლების მუდარა გადარჩენაზე. ღვთაებრი უფრო ახლოსაა თქვენთან, ვიდრე თქვენივე სუნთქვა. ეს თქვენა ხართ. იესო ასწავლიდა ყველაზე მთავარს, თქვენ ხართ ღვთაებრივი. თქვენ ხართ ის ნათელი, რომელსაც ეძებდით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.